ეს ლიბერალები მე წავიდნენ და გადასახლდნენ ამერიკაში. და იქ რომ თავისუფალი ქვეყანა დააარსეს, გამოვიდა რომ ლიბერალი ვინც არის, ანუ ლიბერალურ ღირებულებას იცავს, რაც ევროპისთვის ლიბერალური იყო. ამერიკაში გახდა კონსერვატორი. და ამიტომ იქ სიტყვა შინაარსი შეცვალას. და მე-20 საუკუნიდან ამერიკელები ლიბერალებს ეძახიან იმას, ვინც ამერიკულ ტრადიციულ წესრიგს ებრძვის. ამერიკაში კი არ არის არეული. ხო და მომისმინე. შენ გაქვს არეული უბრალოდ. შენ გერევა. არაფერი ამერიკაში არეული. ლიბერალებს რასაც ეძახიან. ამიტომ ამერიკაში ლიბერალებს ეძახიან სოციალისტებს. ასე დავაგდა. არა, რას ნიშნავს? ანუ გამოშტერა რა მთელი ქვეყანა თუ რატო? აგიხსენი რატო? იმიტომ რომ კონსერვატული ამერიკული ღირებულება არის თავისუფლების ღირებულებები. აქედან წამოვიდა ეს. ამერიკული კონსერვატორი ითხოვს ადამიანს შეარაღებული დადიოდეს ქუჩაში. არ გადაიაკლები გადასახადი გადაიხადო. მე კი, შენ გერევა. საქართველოს პრემიერ იყოს ღია. სხვა ქვეყნის მოქალაქეები რო შემოდიან და აქ რო სახლდება. ეგ ადამიანს რომ პრობლემად მიაჩნია, ან არ მიაჩნია. ეს ლიბერალიზმთან და კონსერვატიზმთან კავშირში არის თუ არა? შეიძლება ორივეს აწუხებდეს ან არ აწუხებდეს ეს პრობლემა, მაგრამ მაგალითად ლიბერალისტვის ის რომ მთავრობა წყვეტს ამას, ეს არის პრობლემა. ამას უწოდებს ქართული ხალხი, აი მაგალითად, ვიღაცა რომ შემოდის და საზღვარზე შემოუშვებენ, არ შეუშვებენ, მთავრობის გადასაწყვეტია. არც სახლის შეიძლება ქონდეს, არც ვინმე ელოდებოდა. ქართული ხალხი როგორ ნაცვლია? აი უყურე, ვინმე ერთი ადამიანის მან უნდა იყოს ჩვენი თანამოქალაქე, ვინც იმას ელოდება. ან სამსახურს აძლევს, ან ასწავლის, ან ბინას დაუთმობს, ანუ არა, ეგ ეგ არის შენი რაღაც ვერსია. არა, შენ ასე გქონდა. აი ეს ლიბერალური წესრიგი როგორ იქნება? არ არის ლიბერალური. და თუ არც ერთი ლიბერალი. ეგ უბრალოდ შენი რაღაცა, შენი რაღაც ფორმაა, შენი გამოგონება. აი, სანდრო რაქვიაშვილის ფორმა დავარქვათ, მე ლიბერალური წესი, ლიბერალური წესი გეცი რა არის ფილოსოფიაში. ფილოსოფიაში ლიბერალური წესი გეშლება მე. ამდენი ხანი, აი, მე კი არ მეშლება ფილოსოფიაში ეგრეა. არა, შენ გეშლება, შენ სოციალისტებს, რომელიც ამერიკაში მართ ლიბერალებს ეძახიან, ამერიკელებსაც ხო ეშლება. აგიხსენებათ კი არ ეშლებათ, ასეა, იქ ასე განვითარდა, იქ კონსერვატიზმის სხვას ნიშნავს. შენ რაც გონიათ კონსერვატიზმი არის. ლიბერალიზმის სხვას ნიშნავს. ქართული ხალხი დადიოდეს. ლიბერალიზმის შეარაღებული ქუჩაში. კი, იქ სხვას ნიშნავს და კონსერვატიზმის სხვას ნიშნავს. ანუ მე რასაც გულისხმობ, ლიბერალიზმს ნიშნავს, არ ვიცი რა. ხო და ემთხვევა, იქაც ლიბერალიზმი ნიშნავს იგივეს. იქაც ლიბერალიზმი ნიშნავს საზღვრების გახსნას. იქ ლიბერალური ფლანგი, იქ ემხრობა, რომ შემოუშვათ მიგრანტებს. ემხრობენ და მაგალითად მე სამეცნიერო სოციალისტი გონია რომ ეს ურთულდევნობის შედეგია სოციალისტებს. არა, ასეა. ამერიკელები მაგას სოციალისტებს არ ეძახიან. მოდი ამერიკაზე დავკონცენტრირდეთ, თუ არ ავრიოთ. ამერიკელი ლიბერალების ასე თქვა პოლიტიკური წარმომადგენლები არიან დემოკრატიული პარტია. ხო ასე? ამაში ხომ მომყვები? კი ბატონო. დემოკრატიული პარტია, ავიღოთ აი ცნობილი დემოკრატები, როგორც აი ეს სანდერსი იქნება, ეს კორტეზიო, რა ქვია მას, დებილი ქალი რო არის რაღაც. აი ესენი. ისინი არიან ღიად კომუნისტები. მერე? ხო და იმიტომ რომ კომუნიზმი და ლიბერალიზმი წინააღმდეგობაში არ მოდის. ლიბერალებიც არიან და კომუნისტური მისწრაფებებიც გააჩნია. ხო და უყურე, ისინი არიან კომუნისტები. დემოკრატიული ლიბერალები. თანამედროვე დემოკრატიული პარტია, კამალა ჰარისით, რასაც ითხოვდა და წინააღმდეგებს და შემდეგ არიან კომუნისტები, ლიბერალები ან სოციალისტები. ხო და უყურე, იმიტომ რომ ამერიკაში კონსერვატიზმი ნიშნავს თავისუფლებას, ნაკლებ თავრობის ჩარევას, რა ვიცი, ადამიანის ავტონომიას, იმიტომ რომ ძალიან უნიკალური ქვეყანაა თავის ისტორიით და მათი კონსერვატიული ღირებულებები, აი ეს არის თავისუფალი ღირებულებებია. მხოლოდ ამიტომ ამერიკაში ლიბერალიზმი ნიშნავს სოციალისტურ იდეებს. ასე ჩამოყალიბდა ისტორია რო წაიგიხო. ანუ აი უყურე. ისტორიის ადამდე მივდივართ. ანუ ეხა უყურე. აი ჩვენ ეხა განვიხილავთ, ხო? ესე იგი ამერიკაში ლიბერალიზმიც ეშლება. არ მეშლება, როდის გითხრა რომ გეშლებათ მე? არა, ეშლებათ ეგრე. ლიბერალიზმს შენ ვისაც სოციალისტებს დააკვირდა დისკუსიას, თქო ქართული კონსერვატორობა არ იცი რა არის კონსერვატიზმი ვიტყვის რა, ასეთ მაგრამ უყურე არა, მაგას არ იტყვი. არა, იტყვის იმიტომ რომ ელემენტარული განმარტების ამბავზე. მოდი. აი ყველა სიტყვაში რა აზრი აქვს ასე ორ თვაში ლაპარაკი. უბრალოდ მე არ მithქვას რომ ეშლებათ მე თქვი? არა, გამოვიდა ეგრე გამოვიდა. არა, შეიძლება კაცო, შენ გეშლება ნამდვილად უბრალოდ ახსნანდა. გავიმეორებ რა ნიშნავს. შეიძლება რომ ერთი სხვა რა თქვი? საქართველოს და გერმანიის სხვა რაღაცას ნიშნავდეს. ხო შეიძლება, ამას ხო უშვებ. გავიმეორებ. ხა სამის გამო ძალიან ხშირად შეიძლება. ეს გავიმეორებ და თუდად არ გავიმეორებ. ამერიკაში კონსერვატორები არიან შენი თქმით სინამდვილეში ლიბერალები.
ვინც თავის თავს კონსერვატორს ეძახის ამერიკაში, იქიდან გამომდინარე რომ თავისებური ისტორია აქვს, შენი თქმით, ამას შენ ამბობ. შენს მეტი მე არავისგან არ გამიგი. შენი თქმით ამერიკელი კონსერვატორები არიან ლიბერალები. მარა ამერიკელი ლიბერალები რას გულისხმობს? შენ რას სწავლობ? აი უყურე რა კარგად. ერთი საათი გავიდა და რაღაცა ვერ გავიგე. ვერაფერი ვერ გავიგე. იმიტომ ვერ გაიგე რომ არ მისმენ, არ მისმენ. რომ მომისმინო ყველაფერი გასაგებია. აი უყურე შენი ძახი, რამდენად არალოგიკურ სიძახი დაუკვირდა. ამერიკელი კონსერვატორები, ვინც თავის თავს კონსერვატორებს ეძახიან და თავის ოპონენტებს, ლიბერალებს ეძახიან, შენი ძახი რომ ისინი არიან ლიბერალები. და ჩვენი გაგებით ჩვენი გაგებით რო გასაგები იყოს მაგრამ ჩვენი გაგებით ლიბერალებთან ძალიან ახლოს არიან კი ბატონო შენი ლოგიკა გაირკვა მაყურებლისთვისაც ყველასთვის ლიბერალები ვინც ამერიკაში თავის თავს ლიბერალებს ეძახიან კონსერვატორებიც მათ ლიბერალებს ეძახიან შენი თქმით არიან სოციალისტები და არა ლიბერალები ეს არის ერთ რაღაც რასაც ამთქ რომ გირჩიო რა ეს არის ასეთი წიგნი არის ჰაიკის თავისუფლების კონსტიტუცია მათ შორის ქართულად არის ნათარგმნი კარგი კაცია იქ არის ბოლოში სტატია ბოლოში არის ეს სტატია ამ ჰაიკის რატომ არ ვარ კონსერვატორი იმიტომ რომ ჰაიკი თვითონ აი კარგი გაგებით ლიბერალი ის კი არა შენ რო სოციალისტებს ძახი აი მე რასაც ვეძახი ლიბერტარიანელი კაცი იყო ლიბერტარიანელებს და კონსერვატორებს ძალიან ბევრი საერთო აქვს მაგრამ ერთი და იგივე ნახდა და არის ეს მე არ მithქვამს ზოგადად რთულია პოლიტიკური ფილოსოფია ასე მარტივად არის შენ რაღაც მოიგონე სიტყვები და რაც გინდა ეს დაარღვე იგი არა რაც შენ ეხა კარგად ჩამოვაყალიბეთ კარგად მივედით ანუ შენ ლოგიკას ხოლმე ჩავწვდ ხოლმე შევამოგეცი ადამიანური რომ არსებობს წაიკითხო და გაერკვი ამ ამბავში რა მაყურებელო წაიკითხეთ წიგნები იქ აი უყურე ძირფას მაყურებელო წიგნების კითხვა არის ძალიან დიდი მაგრამ ლოგიკას გავყვეთ არ დაუჯეროთ იმ ხალხს ვინც წიგნებს პატივს წიგნებს ნუ მოვიშველიებთ იმ მომენტში როცა ლოგიკური აღარ გამოდის ჩვენი ლაპარაკი წიგნები წაიკითხეთ ხალხო ამას ნუ ვიტყვით მაგ მომენტში თორე ისე ზოგადად იკითხოს ყველამ კი ბატონო აი უყურე ამერიკაშიც კონსერვატორებიც მეთანხმებიან ლიბერალებიც მეთანხმებიან რა არის ლიბერალობა არა მარტო ამერიკაში იმიტომ რომ ამერიკაში ლიბერალებს ეძახიან სოციალისტებს რასაც მე ვეძახი ლიბერალებს და რასაც მე ვეძახი კონსერვატივს ევროპაშიც მაგას ეძახი მე დამიზახე როგორც ლიბერალს კაიგე და მე აგიხსენი რა არის ლიბერალიზმი კონტინენტური ევროპული ტრადიციით ასევე აგიხსენი რატომ ამერიკაში ეს ტერმინი არის ამოღირავებული შინაარსით აგიხსენი გაიგე ამიტომ ამერიკაში ლიბერალებს ეძახიან სოციალისტებს აი რა გიქნამდე აი როგორ აგიხსნა ეს ამბავი და ამიტომ შენ ვიღაცებს რომ ლანძღავა LGBT პროპაგანდისტებს და რაღაცებს იმ ის არიან სოციალისტები ხო და აი უყურე ბაზარი ეგ უბრალოდ შენი პრობლემაა ეგ არის შენი პრობლემა თელი სოფლიო რაღაცას ასე ეძახის და მარტო შენ ეძახის ხვანაირად და თან იმის პრეტენზია გაქვს რომ ილაპარაკო რომ ყველას ეშლება მარტო მე ვარ მართალიო კი ბატონო